ვიწყებთ. შენც არა, არ შენ მოგეწონა? გითხარი 4 აღიღო მეტი. უნდა ამეღო. მოგესალმებით, ბეტსონ სპორტზე იწყება მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის მერვედ ფინალი, სახელწოდებით ან ელ მანდარინო, ან დერბი დე ლა მანდარინა, ამას გავარკვევთ სულ, მაგრამ ამ ორ ვერსიას შორის რომელი უფრო მართებულია. მოწინააღმდეგეები, გასული სეზონის ნახევარფინალისტი, გამოცდილი საკმაოდ და ცოდნე ამ თამაშის ლაშა წინცაბაძე. გმადლობთ ესეთი პოზური წარდგენისთვის, გმადლობთ. და წლევანდელი ბათუმის შესარჩევის გამარჯვებული არჩილ ტოტოჩავა. უკვე დიდი ხანი პროფესიონალი ტურისტების გიდი და ასევე საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვს სპორტულ რასადროდისში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. იყო ეგეთიც. თქვენ ალბათ უკვე ნანახი გაქვთ ბათუმის შესარჩევი ტური და ნახეთ არჩილმა თუ როგორ დამაჯერებლად მოიგო ბათუმის შესარჩევი ტური. დამაჯერებელი მოგება შესაბამისი ანგარიშებით. ზუსტად ის გზა გაიარა, რაც შენ გაიარე ოღონდ წინა შესარჩევზე ბათუმში. აი, წილისხრამ ასეთი ამბავი მოგვიტანა დღეს. ეხლა მითხარით, რაც თავში თქვი, ელ მანდარინოა თუ დერბი დე ლა მანდარინა? მე დე ლა მანდარინა გამიგია. კობულეთური ვერსია ელ მანდარინო. ამაშიც ვერ თავდებით. კობულეთელმა რახან შემოიტანა ეგ ტერმინი ჩელებაძე, მაშინ ალბათ ეგ იქნება, ხო? ელ მანდარინო შემოიტანა ბატონმა რევაზმა კი. კი ბატონო, მიღებულია. ვიცით უკვე. ახლა ისე დავგვჭედია რომ მოემზადოთ, კონცენტრირდეთ და გაიმარჯვოთ მერვედ ფინალში. დავიწყეთ. პირველი რაუნდი 5-5-ზე. ბეტსონის თასი. აქ ამ თასზე ამოიტვიფრება მეოთხე სეზონში გამარჯვებული მონაწილის სახელი და გვარი. ისევე როგორც უკვე ამოტვიფრული არის გასული სეზონების გამარჯვებულების. გარდა ამისა, ბეტსონ სპორტმა დააწესა პრიზი, ისევე როგორც შარშან, ეს არის Citroen C3. ოღონდ Citroen C3 Aircross იქნება მეოთხე სეზონის გამარჯვებულისთვის პრიზი. Aircross SUV არის კატეგორიით. წინა სეზონში Citroen C3 იყო hatchback-ი. ეს არის ძალიან ეკონომიური, ეკოლოგიური, პრაქტიკული მანქანა, კარგი დიზაინით, მიმზიდველი, რის გამოც ევროპის ერთ-ერთ ბესტსელერ მანქანად ითვლება. მეოთხე სეზონის მაგიდის დერბის გამარჯვებული Citroen თბილისის ცენტრიდან ახალ მანქანას გამოიყვანს. დავიწყეთ. პირველი რაუნდი 5-5-ზე. გვჭირდება 3 თემა. აჩი, პირველი 1-დან 5-მდე ციფრი მითხარი? 4. იყოს 4. 4. ლაშა, მეორე. 5 იყოს. იყოს 5. არჩილ მესამე. პირველი ნომერი. ესეც მესამე თემა. სანამ პირველ რაუნდს დავიწყებთ, რადგან რაუნდი ახალია, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ წესს. თქვენ გირიგდებათ 5-5 ბარათი, იდენტური, ერთი და იგივე ბარათები. და მოცემული პირობა იქნება განსაზღვრელი იმისა, თუ როგორ უნდა დაალაგოთ ბარათები. თუ სწორად დაალაგებთ, ყველას 5 ქულას აიღებთ. ანუ ყველა ბარათი, რომელიც სწორ ადგილას იქნება, 1 ქულას მოგიტანთ. ერთი თემის ქვეშ ამ ქულების რაოდენობა გამოავლენს გამარჯვებულს. ჯამში 3 თემაში გამარჯვებული რაუნდს მოიგებს. დავიწყოთ. ჩვენი თემა არის შემდეგი. დაალაგეთ ევროპის ჩემპიონები წლების მიხედვით. მე მგონი ძალიან მარტივი შეხვდათ რა. ცოტა წვალება მინდოდა თქვენი, მაგრამ არ გამოვა. თქვენ დარჩით ნაწვალები ბატონო დავით, როგორც გამოვიდა. კი ბატონო. შეგიძლიათ იფიქროთ, დაალაგოთ. მოდი ერთი გავხსნათ. ყველაზე ძველი მოცემულ ხუთში, რომელი იყო თქვენი აზრით გახსენით და დააწყეთ. არის 76 ჩეხოსლოვაკია, თუ არ ვცდები. კი ბატონო. როგორ გამიკვირდა ეხლა. დიახ ბატონო, 1-1. მეორე 80-ის გერმანია არის ეგა. რა თქმა უნდა სწორია. 2-2, მესამე. სადმე შეგეშლება თვითონ ლატინის საფრანგეთი. ცოტა ეჭვმეპარება. ბოლო 2 მithumetri. სწორია 3-3. ეს ნიდერლანდები საბჭოთა კავშირს რომ მოუგო და ეს დანია შემეიხედის რა. ერთადერთი რამ დამაკლდა ამ ყველაფერში. მარტო შენ იყავი კომენტატორი. შენ ხმა არ მოგიგე. პროფესიული ჩვევა არის. სხვათა შორის ვცადე ადრე. მართლა? კი. გამოვიდა რამე მაგ საქმეს? ანუ აჭარის ტელევიზიას უნდა ეყიდა ბუნდესლიგა, დავით ქლიბაძე მავარჯიშებდა, უცებ ბუნდესლიგა აღარ იყიდეს, დავით დარჩინა ვარჯიშები. კი.
კარგი ბატონო, 5-5 გილოცავთ. ფრია პირველი თემის შემდეგ. ნახოთ მეორე თემაზე მაინც თუ შევძლებთ რომ ცოტა გაწმალოთ. ხუთიანი არის? ბატონო, ჩემი არჩეული. ეს შენი არჩეულია. კი ბატონო. ნახოთ აბა რა. ზუსტად იმ თანმიმდევრობით ხსნი, როგორც მითხარით. დაალაგეთ. ოპს. ბრაზილიის ნაკრების მაისურები წლების მიხედვით. ხუთიანი მაისურებს. მაისურებს გააჩნია და ვიზუალური როარი აქვს კარგი. და რამხელა სხვაობა ეპოქებს შორის? ეპოქებს შორის უფრო გარჩევადი იქნება, რომელი ეპოქების არის მაგას აქვს მნიშვნელობა. შეამოწმე კი ბატონო. დავხედო, ზონებული არ ვარ, მაგრამ ეგრე მგონია. კეთილი. მაშინ გავხსნათ. დავიწყოთ. პირველი. ბეატუ. აბა რომელია ესა? მე მგონი ეს არის 94-ის ბრაზილიის ფორმა. ეს რას უიმე ამერია ხო ეგ არის 18-ის რივალდო? ის უფრო ახალი ფორმა მგონია ვიდრე ეს ყოველთვის. სწორად გონია, ეს სწორი ადგილია. არა, სწორი ადგილია ხო? კი ბატონო, 94-ის არის ნამდვილად. შემდეგი 1-0 ანგარიში. კი, ახლა 2-0 იქნება ანგარიში, იმიტომ რომ ამერია. რივალდო კი, ახლა სწორად და მე შემთხვევით დავდი ეს მე-5 აქეთ. ეს აბსოლუტურად არასწორად ეს არის უკვე 2010 წელი. კი, მე არასწორად დავდები, ის მე უნდა დამედო აქეთ. ეს 98 წელი, რომელიც აქ იდო და აქ სწორად დილას არის. 2-0 ფორმა ვიცანი კი. ეს არის კაფუს 2002-ის მაისური უეჭველი. აქ უკვე ორივე სწორად გაქვთ და შესაბამისად 3-1 გახდა. ბოლო 2 ბრაზილიელი ეს ამერია უბრალოდ ხელებში. ეს არის 2006-ის კი ბატონო, შენთან სწორი არის. კი და დავაგდო. შენთან ბოლოდ სწორი იქნება, მაგრამ 5-ე სწორია შენთან. 2010-ის ხომე ბრაზილიის გულჩემადია. შენთან აირია მარტო 1 დაждდა სწორად დილას. შესაბამისად 5-1. მეორე თემა შენ მოიგე. უფრო გამიმართლა რომ ბრაზილიის გულჩემატკივარი ვარ მე. ბატონო არჩი, თქვენ ისე ვისი გულჩემატკივარი ბრძანდებით? არგენტინა გასდები. არ გაგიმართლა უფრო არგენტინის გულჩემატკივარი რომ ხარ ალბათ მაგით. ნახოთ ერთი მესამე რა. ბოკა ხუნიორსი თუ არ წამოვიდა ან რაღაცა. არა, რივერი. დაალაგეთ თასების თასის გამარჯვებულები წლების მიხედვით. ეს 5 ბარათი შენ. ესეც 5 ბარათი შენ. გთხოვთ ყურადღებით. აბა თქვენ იცით. ასე დაწყეთ. ხო შევამოწმო ხომ თორე ისეთი გამეპარა ძალიან დრო კი ბატონო. კი. ესე უფრო არის რა. ზად ვართ? რა ვიმსჯელე ვნახოთ ახლა. მოცემულ 5 გუნდში ყველაზე ადრე თასების თასი მოიგო. გამიშალეთ? ეს მაგი მაქვს, მაგრამ ეს გუნდიც ვერ ვიცანი გულახდილად ვიტყვი რა. აბა რატო დადი ყველაზე ადრე? იმიტომ რომ ყველაზე ძველი ფოტო არის. სხვებთან კი შედარებით. ბატონო, გიკურია. მეხელენია თურცდები პრიდომი რა ხანა კარში. წელიც გახსოვს? არა 80-იანებია 8 დიახ, ეგ არის. სწორია, ორივე სწორია. ძალიან კარგი. კი, შენ ფოტოს სიძველით გამოიცანი, შენ ცოდნით ამ შემთხვევაში. ერთ-ერთი. მეორე. მეორე მაქვს იუნაიტედი უნდა იყოს 93 წლამდე, იმიტომ რომ კანტონა არ არის და რა ხანში მეიხელი არის, უნდა იყოს ან 11 ან 12 რა. გახსოვს წელი? 12 თუ ბარსელონას მოუგეს 11 ხო? კი ბატონო. სწორია, 2-2. შემდეგი შემდეგი ჩამოთვლილთაგან რეალ სარაგოსა დაუდე, იმიტომ რომ ის ორი უფრო გვიანა 95 არის სარაგოსა. დიახ, სწორია. მე მეოთხე ადგილი? ამის ზუსტად არ ვიცოდი, მაგრამ ვეარახან აღარ არის. 16-ია Paris Saint-Germain. 97 რახან რონალდო დავინახე, იქა იქნებოდა 97. ბარსელონა. სწორია, 5-5. საერთო ჯამში ერთი თემა მოგიგო და შესაბამისად რაუნდიც ვაშა მოიგო. 1-0 გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ბარათონი. ერთი 0 საერთო ანგარიში პირველი რაუნდის შემდეგ ბარათონის დროა თემა უნდა ავირჩიოთ 1-დან 5-მდე და ამას გააკეთებს წინა რაუნდში გამარჯვებული ლაშა. გთხოვ. 4-მა გაამართლა ჩემ შემთხვევაში და იყოს 4-იანი კიდე. იყოს რა. არა 5 ვთქვი წევან. 5 თქვი? ხო, და 5 იყოს. თუ არის შესაძლებელი 5, მე 4 ბატონო დავაბრუნოთ. სად არის? 5 ვიტყოდი მე, ჩემი ის არის საყვარელი რიცხვი არის. ნეტა 4 აგეღო. არ მითხრა. მე რეგული დავწყდება. არა. ტყუილად მომხდები. მე გადამახსენდა რომ 5 თქვი მე რა. არ ვიცი, ვერ მოვასწარი 4-ის დანახვა, ასე რომ უბრალოდ გითხარი რომ არის დადებითი მაგაშიც. კი ბატონო. ბარათონში ერთი ახალი წესი გვაქვს. მოწინააღმდეგეს შეუძლია ქულა წაგართვას. ეს დაემატა. და ამით უფრო გამძაფრდა თამაში. კი. ჩვენი ჩემპიონატის ლეგიონერები. შენც არა, არ ჩვენ მოგეწონა? გითხარი 4 აგეღო მეტი.
უნდა ამეყო. კარგი. ვცადოთ. აუ, შანსი არა მაქვს, აი ორი ადამიანი გამახსენდა, სამი მაქსიმუმ ვინც ვიცი, ჩვენ ჩემპიონატს მე არ ვუყურებ. რაც გვაქვს, მოცემულობა ეს არის, უნდა დავიწყოთ, შენ იწყებ. წარმოდგენა არ მაქვს, ყველას უნდა უყურო. დასავლეთ ევროპელის სახე აქვს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს. თბილისის დინამო აშკარად, მაგრამ გაჭირდა? ვიცი, ვიღაც ბალკანელის სახე აქვს და მოდი იყოს მილოშ კლეშკო იყო. არ არის. ჩემთან დარჩა ეს არის სპასოევიჩი. სპასოევიჩი, ილია სპასოევიჩი, კი. დიახ, სახელი გაგახსენა, ანუ იცოდი ეს ფეხბურთელი. ეს ნეძელიჩი უნდა იყოს, იმიტომ რომ დორტმუნდის ამით მივხვდი მარტო დორტმუნდი. მიითვალე ქულა. ვეტავაგეს. ეს არის საბურთალო. მე მოდი გამოიცდოთ მაგას. აბა შუდა სიუძექს თამაშზე ვარ ნამყოფი და მაგათი ფორვარდი 29 ნომერი ხო არ არის მაგას ვფიქრობ. გვარი რამდენად მახსოვს. კონე დაუშვათ? არა. 10. გააქვს შანსი? სილა, შეიკნე სილა. სილა კი ვიცოდი კი. სწორია, 2-0. მე სადაც დავესწარი იმ თამაშზე გოლი შეაგდოთ, ან 2-1 წააგდოთ. ეს მარტვილში თამაშობდა, მე მგონი. თქვენ გწოდნიათ. მამდენი გუნდი არ ვიცი. ესა სამგურალი ჯეფინიო. ეგ არის ჯეფინიო, ჯეფერსონ ჯერალდო, საუკეთესო ლეგიონერი 2020 წელს. სწორია, 3 ქულა გაქვს. აუ. დინამო თბილისი და არ მითხრათ, ახლა არგენტინის ნაკრების ფორმაციაა. არგენტინის ნაკრების თვალში იყო ერთი ახალგაზრდა ნაკრებში თამაშობდა ერთი ეგეთი. 7 ნომერი. არა, 7 არ იქნებოდა, არა. 7 ნომერი ბარათია ეგა. მაშინ თქვენია ეს. ვერა იღე აძლევ? წარმოდგენა არ მაქვს. კარგი, აბა სცადე. როდრიგესი ვინმე შეიძლება იყოს, რა ვიცი. არა, ეს არგენტინა, თუ არგენტინელია, უბრალოდ ვერ უცნობ ამას. არგენტინელი საიდან არის? ან თეთრ ცისფერი ფორმაცია და შეიძლება რასინგში თამაშობდა არგენტინის რა ვიცი. არა, უყურე არგენტინელი თუ ახლა ლოგიკა მეტი აქ არა. ჩარასი თამაშობდა, ახალგაზრდული ბულგარეთიდან გადმოვიდა დინამოში, ესეთი იყო ჩარასი, მაშინ თქვა. ეს არის გადაწყვეტილი შენი პასუხი? ხო, სხვა ლოგიკას ვერ ვიჭერ აქ. არგენტინელს სულთულად ჩაეჭიდეთ. ხო, არა, არგენტინელი, თუ არგენტინელია ამ შემთხვევაში. მივარ 1860-ია ლაპარაკი. მილხრაუმი? მილხრაუმი. აი, მილხრაუმი აიღე, პატრი მილხრაუმი, მაგრამ მაინც და მაინც არგენტინელს ჩაეჭიდე ბოლომდე. შემაცდი. მე შევიყვანე შეცდომაში. კი. ასაგებია დინამოა. დესოუზა მე მგონი. არა, აბა სადე. მევცადო. დინამო თბილისი. ანუ ამ ტურზე ერი ჩაკდეული ბოლო. არა, მართლა არ ვიცი ახლა, კი არ ვთამაშობ, მაგრამ დესოუზა თუ არ არის, ჟილბერტო შეიძლება იყოს, რა ვიცი, გარეგნობა ისეთი აქვს. ჟილბერტო სილვა? გაბონიდან არის ეგაც. აუ. აკინიო? აკირემი. ხო, ნახე, რა ახლოსტრიალებს. ეგ გამიგია. მილხრაუმ სახელი გამიგია, მაგრამ თვითონ არგენტინელი თუ რა თქმა მილხრაუმსაც აიღებდა. ოპა. არიქა, ოპა. რავი, შენ თქვი ოპა, მე არ ვიცი. ეგ ხო არ არის რობერტინიო? არა. მაშინ არ ვიცი. მაშინ გადაეცი. ბრაზილიის სახე აქვს რობერტინიო არ არის. იყოს რენატო ფერეირას ეს თამაშიც იყო დინამოშიც, ონდეგა თუ არ ვიცი. ხელები ამიწევია. მიითვალე. ბრაზილielis იერის. კი, მაგრამ ხო შეიძლება კიდე სხვასაც დაემთხვეს ეს იერი, არ ვიცი. იერით ბრაზილი, ჰაბიტუსით ბრაზილიელს გააქვს. აქაც დამოკვალიანა რობერტინიოზე. რენე ფერეირა. თქვენია. ხო, ჩემს მოიწდება. ჩემი ბარათებიც თქვენ იღებთ. მე აქ შანსი არ მაქვს. ერთ კაცს ორს ვიცნობ მარტო. აი მე გადმოგიწევ. 5 დინამო ბათუმის და ვაგნერ გონსალვესში. რა თქმა უნდა, მიითვალე. მე-5 ქულა აიღო. ჯერჯერობით ბარათები გვაქვს თამაში არ წდება. თეორიული ნაწილი არის დარჩენ. აბა. ეს რა გუნდი არის? საჩხერის ჩიხურა. არა. კარგი მიჩეცი. მე კარა დინო ჰამზიჩი იქნება. ჩატვალე. ეგ არის მოსტიელი კაცი. 6 და ვინ იღებს? ყველა უნდა ერთის გარდა ყველა უნდა გამოვიცნო? ნუ ერთიც თუ წაიღო, ვეღარ მოიგე. ყველა უნდა წაიღო, ხო? აჰა. შენი ჯერია. ეს არის თუ ოგნიენ როლოვიჩი მახსოვს ფორვარდი. გოლი გააქვს აქ, მაგრამ ეგა თუ არა. არა. აბა სადე.
რატომ იყურებ ესე? აი არა არის რა ჩემი რა უკნა ახლა ლოვიჩი თუ არ არის და რაღაცა ევროპელს გავს რა ვიცი პეტკოვიჩი დაუშვა შეიძლება არა მომეცი არ იყო ეს საფურთალო მაგან დაგაბნია გორის დილა ხო მაგრამ ვინ ეს იყო მიკოლო კოვტალიუკი უკრაინა აუ მაგის თამაშის ნანახი შორიდან ეს ვერც ერთმა ვერ აიღეს და აწი ყველა უნდა აიღო აუ ეს ტიპი ვიცი არა და მარუშიჩი არის? Yes! ერთი გოლა. მარუშიჩია საუკეთესო რეგიონი. ანახი მაქვს 2021 წელს. გოლა. გოლი მაქვს შორიდან. ძალიან დაბალია მაგის შანსი. ანუ იმას თუ ეცოდინება და იმას თუ არ ეცოდინება მე შენ ერთი გოლა რა. არა, იმ სამიდან ერთი ეგ იყო რომ ვიცოდი რა. ორი ნომერია. დიახ. აუ ეს რა გუნდია. მარუშიჩი. ამას ვერ ვიღებ. ვერსია შეიძლება მქონდეს, მაგრამ მოდი პირდაპირ გადავსცეთ. ვერსია არ გინდა რომ გამორიცხოს რამე? თუ რატო არ ამბობ ვერსიას იქნება გაარტყა? თუ აი ორია და გამოსარიცხე. არა. ბოტაფოგოს ყოფილი ფეხბურთელი არის და თამაშობს წარმოუდგენელ გუნდში. წარმოუდგენელი რატო აი გუნდი? ვერ ვიცანი ლოგო. კარგი. მე ვერ გეტყვი შეიძლება. ხო, თავისთავად. რაღაცა ბრაზილიური სახელი. აუგუსტო. სამგურალის ბრაზილიელი. ბრაზილიურ სერიალებზე გადავიდეთ რამე. შეიძლება ხო აუგუსტო იყოს შეიძლება. აუგუსტო დონასიმენტო შეიძლება რაღაცა აღმოჩნდეს. წარმოუდგენელი, მაგრამ არ არის. ბოტაფოგოს ფორმაცია. სამგურალის ფორმა იქეთ მე მგონი. სამგურას იმდენ ბრაზილიელი ყავს, ვერ გავიხსენებ რომელი იქნება. რუსთავის ოლიმპის ფორმა ეს. ესე გაკინო ფრაგა იქნება ნაკინო. აკინო. ესე იგი გუნდს თუ ამბობ ეგრევე რა. ყველას თუ გუნდი არა, სწორად აიღო, კიდევ უკვე მოშებოდა. ესე ჩემთან დარჩა. მე ახო ახლა ჩვენ გამოგვივიდა ასეთი ამბავი. დარჩენილია 4 ბარათი, ანგარიში არის 6-1 შესაბამისად აღარ ყოფნის უკვე. თუ იმან არ მაჩუქა რომელიმე და ყველა რო გაჩუქოს მაინც არ ყოფნის. არა, მისიც თუ არ მაჩუქა, მეც ვერ გაჩუქებს. თორე დავუშვებთ იმაკვარიერს და გავაგრძელებდით ამას. ერთი ჩემი მარუშიჩი ეს მარათონში გამარჯვებული აჩი გამოვიდა. საერთო ანგარიში 1-1 ვაგრძელებთ. პაპა კარლოს 5. მაგიდის დერბის დერბი ელ მანდარინოში 1-1-ია. როგორი წინადადება ჩავახუჭუჭე? ჩვენემ პაპა კარლოს 5 გადაწყვეტს ვინ გაიჭრება წინ. შეგახსენებთ, სწორი პასუხისთვის 1 ქულა 10 წამში, ხოლო არასწორ პასუხზე 5 წამი მოსაფიქრებლად მოწინააღმდეგეს. მივყვებით. მოდი ნახოთ თემები. რა გვაქვს? თუ რომელიმე თემა კითხვასაც უნდა განვმარტოთ. სისხლიანი სპორტი, ღრმა დაივი ქართულ ფეხბურთში, გვადალუპელი ფრანგები, მასონები და დიქტატორები, პოცოს იტალია, სამყურები და მწვანე ფერები, მწვრთნელის დათხოვნის მელანქოლია, კარიერის სტარტის უცნაური გეოგრაფია, რატომ დაიწყო კარიერა იქ, როცა ასე განვითარდა, კლუბების მფლობელები, გასაგებია, სუსტი ნერვები. ეს არის და ეს. დავიწყოთ? დავიწყოთ. წინა რაუნდის გამარჯვებული იწყებს. სიმბოლურად რადგან დაწყება უპირატესობა არ არის. აირჩიე თემა და წავიდა დავუტრიალო. აბა, წარმატებები. მოდი რა ხან ქართულმა ფეხბურთმა გაამართლა ღრმადაივი ქართულ ფეხბურთში დავიწყოთ. დავიწყოთ ღრმადაივი ქართულ ფეხბურთში. ღრმადაივი ქართულ ფეხბურთში შეკითხვა პირველი. წარმატება ორივეს. ბათუმის დინამო. ქალაქში მარტოა. მაგრამ წლების წინ მეორე ლიგაში ამ ქალაქს კიდევ ერთი გუნდი ხავდა. ინდოეთის ნაკრების ფეხბურთელებით და საკუთარი სტადიონით, რომელიც დღესაც რომ არსებობდეს, ჯეიმს ბონდის საუნდტრეკს Skyfalls ალბათ ხშირად ჩართავდნენ ხოლმე. რა გუნდი იყო? გავიჯერო არ გახსოვთ? ქალაქს წლების წინ მინიშნებაც ქონდა ერთი დრო ამოიწურა და სწრაფად უნდა გამოიყენო ეგ მინიშნება. თუ ასე არის. არა, ინდოეთის ნაკრების ფეხბურთელი, ნუ რა ვიცი, გონიოს ვიტყვი, მაგრამ არა, სწორია, თან ბევრი დრო გავიდა, მე ვერსიას ვეღარ გათქვევინებ, 5 წამი წავიდა. ამოიწურა? ვერჩე? არა, ნარინჯი. ჯეიმს ბონდი, ადელი. Skyfall, ადელი გახსოვსებითი?
ხო, კი. Skyfall soundtrack-ი, იმიტომ ადელის მინიშნება რომ ადელი თამაშია. არა, მეორე ლიგაში ხო, ანუ 10 წელი საქართველოს ფეხბურთში გამოტოვებულო, საერთოდ არ უყურებდი. ეთქო, მაინც მაგ პერიოდში იყო სავარაუდოდ. ნუ ასე თუ ისე 0-0 დარჩა, ეს კითხვა ჩემთან დარჩა. მაგ სტადიონზე ადელის მითამაშია მაგათ ბავშვებთან. მოდი, კარგი, ის რაღაცა მასონები და დიქტატორები ვცადოთ. მოგწონს? კარგი, ვცადოთ. სხვებზე მეტად დავნახოთ, რამდენად მომეწონება. ამ დიქტატორის შვილს ალ-საადს 2004 წელს სერიაში რავანელისთან ერთად პერუჯას ფორმით იუვენტუსის წინააღმდეგ აქვს ნათამაშები. დრო? ვერა. არ მაქვს ვარიანტი. ისე დააქნია თავი მგონი. კადაფი. მუამარ კადაფის შვილზე იყო საუბარი. ინება ერთი ქულა. დავტოვოთ? კი ბატონო. ბაბუა მადრიდელი ჰყავდა. მამა კი მასონთა ლოჟის წევრია. მასონებიც იყო აქ დიქტატორები ხო არა? 2016 წელს ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მერე ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგაც მოიგო. კარიერა საუთჰემპტონში დაიწყო და იქვე დაასრულა კიდეც. ჩახედე? დრო. 2016 წელს გახდა. ვერა. 5 წამი? მაქვს ვარიანტები ესეთი. დრო? დაუშვათ დროზე? რიკი ლამბერტი. არა. მეგონა აიღებდით ამას. ადამ ლალანა. აუ ერთით აუცდი რა, ან ერთს ფიქრობდი, ან მეორეს რა. ხო, იმიტომ საუთჰემპტონიდან ლივერპულში ეგენი არიან წასული რა. ერთი გდულია. ჯერჯერობით ორი შეკითხვა ჩემთან დარჩა. მოდი იყოს აი რაღაცა მწვრთნელების ამბები რო იყო. და მწვრთნელის დათხოვნის მელანქოლია ერთი. მწვრთნელის დათხოვნის მელანქოლია. ზოგს ისეთი კომპენსაციით ითხოვენ მელანქოლიის რეკითხვა. ვაგი. ერთ დროს ორივე მათგანი მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ მცირე დროის ინტერვალით ორივე თურქეთის სუპერლიგიდან დაითხოვეს. ორივე უნდა თქვა. ხო. მეორეშია საქმე. მეორეშია. დრო? თუ გინდა ერთიც არ თქვა მაგ შემთხვევაში თუ ვერ იცოდა დრო. აი ერთი ახლა ამასაც ეწოდინება არის ჟოზე და მეორე დაუშვათ მოიესი. არა. 5 წამი? მეორე არ მაქვს, სოლსკიერს ვიტყვი. სწორია, სოლშერი. აი ხულა. დავედი იქამდე. დავასრულოთ მასონები და დიქტატორები მაშინ. მაინც? კი ბატონო. ერთმა შეკითხვა გიმტყუნათ ამ ბაგეტიდან. მასონი იყო და მასონებში. ეხა ისე დიქტატორს ისვილებდი? რომელი მოგართვათ? კი ბატონო. მასონმა არ გამართლა, ნახოთ დიქტატორის ამბავი. ფიურერს ფეხბურთი მაგრად ეკიდა. მაგრამ ამ ქვეყნის ანექსიის შემდეგ მათ მთელ ეროვნულ გუნდს გერმანიის მაისური მაინც ჩააცვა. ავსტრიანშლუსი მოხდა. აღარ ჩავრთე ვიცოდი რომ ეგრეც იქნებოდა. ავსტრია. სწორი პასუხია. აუ ეგ ყოფილიყო მაშინ მეცავიდე. კი, მაგას აიღებდით. კი. დიქტატორები ეგეთ მასონები ვერა. ფრანგებზე ვცადოთ ბედია ბაეთი. გვადალუპელი ფრანგები. ერთი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ამ წარმოშობით გვადალუპელმა მცველმა 1998 წელს მონაკოსთან ერთად ითამაშა. მეორე 2002 წელს ბარსას რიგებში, შუაში კი კამპ ნოუზე 16 მილიონიანი ტრანსფერი იყო. დრო? სამი ინფორმაცია გაქვს. კი, მაგრამ ახლა დრო ისეთია, რომ ჯუგარი დაუშვათ. არა. გადავცეთ? კრისტანვალი? სწორია. აიღო, ფილიპ კრისტანვალი, სწორი პასუხია. 4. დავაბრუნე. აი შეიძლება გინდა. რა ვიცი. ის საშინელება აღმოჩნდეს ღმა და ქართულ ფეხბურთში, მაგრამ მაინც. კი. მიყვარს ადამიანში ეს თვისება. შეუპოვრობა. კარგი სიტყვა. 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში გიორგი ტყავაძეს გოლი აქვს გატანილი. მაგრამ ეს გოლი
ბუბას საქართველოს ნაკრების მაისურით არ გაუტანია. გაიხსენეთ ეს ეროვნული გუნდი. ვისი მაისურით გაიტანა? 10 წამი. უარესი დაივი აღმოჩნდა? ხო, ძალიან ცუდია რომ არ მახსოვს. მოდი აზერბაიჯანს ვიტყვი. არ არის სწორი? მოდი ვცადოთ აბაშენსკენ. 5 წამი. ლატვია იყოს. არ არის სწორი. თურქმენეთი იყო. გუჯა გუგუშულთან იყო მე მგონი, თუ სწორად მახსოვს. ახლა. კი, ასე იყო. ხო არ გინდა. ვიხუმრე. არავითარ შემთხვევაში. ვინც იღებდა არც იმას გამოაყარა. ბუბა ტყავაძე. მოდი კიდე ამ მწვრთნელებს შევეჭიდები რა. კი ბატონო. სხვებთან შედარებით მწვრთნელის დათხოვნის მელანქოლია. შანსიანი ეგ. სანამ კითხვას წაგიკითხავ, შეგახსენებ რომ ეს რაუნდი გადამწყვეტი არ არის. 2-1 იქნება და მეოთხე რაუნდი დაგჭირდება, რომ იცოდე. თორემ ძალიან ყურებ ჩამოყრილი მეჩვენები. კი, რაღაცა ვერ წავიდა საქმე ისე რა. ვალენსიას სულ 2 ნიდერლანდელი მწვრთნელი ყოლია. ერთი კუმანი იყო. აი მეორე კი 1993 წელს UEFA-ს თასზე კარლსრუესთან 7-0 განადგურების შემდეგ გაუშვეს. აი ამის მერე რეალში როგორ დასაქმდა, კაცმა არ იცის. უიგედა. შეიძლება მაგის აღება. რეალში რო დასაქმდა ნიდერლანდელი. დრო? უნდა ვიცოდე, მაგრამ არ მახსენდება რა. არც ვერსიას არ ამბობ, მაშინ მომეცი. არა ხო. 5 წამი? ლეო ბეჰანგერი იყოს. ვიდა? ბეჰანგერი ლეო. არა. არა. ისე მქონდა იმედი ამას აიღებ. ჰიდინგი კიდე იყო რეალში, მაგრამ არ მახსოვდა ხო. გუსი. მერე? ხო, ანუ ეგ მანამდე იყო. მერე ჰიდინგი. ხო, შემერა. კი ბატონო. ჩემთან დარჩა. გუსიდინკის სწორი პასუხი იყო, მაგრამ გვიან მიხვედით. კი ბატონო, ამოწუროთ ეს უბედური. დაივინგი? კი, მარიანის გმული აღმოჩნდა მართლა. რო არ ეშვება თან? ხო, არა, მგონი ერთი მაინც ავიღო. ბოლოს შეკითხვა უმძიმესი პაკეტიდან როგორც აღმოჩნდა ღრმა დაივი ქართულ ფეხბურთში. 1997 წელს ზაზა ზირაქიშვილი და გოჩა ქოქოშვილი, ალბათ იცის ის და აქნია თავი, ამ ქვეყნის უმაღლეს ჩემპიონატში მოთამაშე პირველი და მეორე ქართველები გახდნენ. პორტუგალია პირდაპირ ვიტყვი. შეკითხვა არ დამასრულებინე. პორტუგალია თავიდან გამოვიდა. არც წამწამი ჩამართვებინე. სწორი პასუხია. 5 ქულა აქვს. ზარმაცო. წვრთნელებს მოვაწვევი მე კიდე მაშინ დავიყოს. რა გინდა? დაივი მაინც? ხო, საგამო. გამოძიძგნე მაინც ერთი. ერთი ქულა მაინც ის. წვრთნელები? წვრთნელს მივაწვევთ კიდე იყოს. წვრთნელის დათხოვნის მელანქოლია. სხვა რა უნდა ვარ ვიცი უბრალოდ და მაგასაც არ ვეშვები მეც რა ვიცი. ალბათ იმასავით ბოლო იმედის ჯარი მასალა. არა ის როგორც დაივზე იყო, ისე ხარ წვრთნელებზე ხო? არა, აქ უფრო იყო ასაღები კითხვები ახლა ბევრად. იქ საშინელებები იყო. გაიხსენე ინგლისელი, რომელიც ლეგენდარულმა რინუს მიხელსმა თავარი მწვრთნელის პოსტზე ორჯერ შეცვალა. ჯერ აიაქსში, შემდეგ ბარსელონაში. როგორ არ უყვარს ახლა? მას, ვინც შენ უნდა გამოიცნო? ეს რინუს მიხელსი, დრო? ვერა? რავი, არ მაქვს ვერსიაც კი. არა, მასამდე. არჩენ არ გაქვს? ყველა ჩავთე? ვიკ ბაკინგემი. აღსმენიათ? არა. კარგი. მივითვლი მე ქულას. კი. და გავარჯილოთ შეიძლება თამაში. დავატრიალო, ხო? თქმა უნდა. მოდი პოცოს იტალია ნახოთ. ბატონო? პოცოს იტალია. პოცოს ხელში ორივე მუნდიალი სულ 4 ფეხბურთელს აქვს მოგებული. ვიცით რომ ერთის თქმა მაინც შეგიძლია, 4-ვეს არ გთხოვთ. მიაცა. ჯუზეპე მიაცა სწორი პასუხია. კიდევ ერთი წოდი მეორეს. ხო, ვერ ვხსენებას. ფერარი? კი, ფერარი, ნუ ეგრევე ვიცი, ყურებაში თუ იყო არ მასწავდა. პოცო ხო არ გინდა? არა, მაქსიმუმი რასაც პოცოსთან ავიღებდი, ეგ იქნებოდა. მოდი გეოგრაფია იყოს ეს, უცნაური გეოგრაფია, წითელი. კარიერის სტარტის უცნაური გეოგრაფია. 6-0. კარგი პაკეტია. 6-0-ია. რობინ გოსენსი, რომელიც იოახიმ ლეოვმა ევროზე ატალანტადან გამოიძახა. კარიერის პირველი 4 სეზონი ამ ქვეყნის ჩემპიონატების აუთსაიდერ გუნდებში თამაშობდა. გთხოვთ? რომელი ქვეყნის? ნიდერლანდები დაუშვათ.
კვაშა, ერთი ქულა. ითვალე. აბე. გვარი ჰოლანდიურია. დავჭეთ პოცოზე. გიტყვი ვარაუდე. დავჭეთ პოცოზე. პოცოს გუნდის სტარი ანჯელო სკიავიო ამ ქალაქში დაიბადა. გარდაიცვალა და სხვაგან ფეხბურთი არსად უთამაშია. კარიერა 1999 წელს დაასრულა, მაგრამ დღემდე ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო გამტანია. რომელ ქალაქში? აბა ვარაუდით, გამორიცხვით. არა, ჯობი არ გამორიცხო. არც ერთ ქალაქს არ იტყვი? არა. კარგი. შენი ჯარია. ქალაქი უნდა ვთქვა? კი, ამ ქალაქის, ამ გუნდში. ხო. ქალაქი იყოს გენუა. არ არის სწორი. ბოლონია იყო. დღემდე ბოლონია საუკეთესო გამტანია. კი ბატონო, შეიძლებოდა ამისალებაც. მოდი იყოს აი ესა, ნერვების ამ. სუსტი ნერვები? ხო, ნახოთ. კარგია. სუსტი ნერვები. 2005 წლის კვლევით სამხრეთ ამერიკაში ფეხბურთელის ნათესავის გატაცების ფაქტი თითქმის თვეში ერთხელ ფიქსირდებოდა. ამავე წელს სანტოსის ამ ახალი პელეს დედაც გაიტაცეს და მადრიდში მაგარი დასტრესილი ჩავიდა. რობინიოა. სწორია. მიითვალე მეორე ქულა. წინ საბაძე ათამაშდა ხალხო. ამოვიდა. პოცოს იტალია იყო. საჩემო ისე? მან კიდევ აქ რა ბე? ერთი არის. კი ბატონო. პირველი კითხვა კარგი იყო მაგ ახლა. ხო თქვენ ის კითხვები მოგწონთ, რომელსაც იღებთ. 34-ის მუნდიალზე იტალიას შემადგენლობაში 5-2 უნდა ხავდა, მაგრამ მხოლოდ ამ აველანენდელმა შეძლო ფინალში გოლის გატანა. ორსი. ვინ? ორსი. სწორი პასუხია. მიითვალე. მეშვიდე ქულა მიითვალე. ორი გაქვს. აი ორი ისეთი. დავრჩეთ მან სუსტ ნერვები. 7-2-დან არა, მაგრამ 7-3-დან კამბექი მახსოვს აქ. აი ამ ტურში. კარგია. სუსტი ნერვებზე დავრჩეთ აბა. სუსტი ნერვები. მე თუ შენ კამბექს მოახერხებ, ანუ რეკორდს აუმჯობესებ. ხა იქიდან ორ კითხვას ავიღებდი მან პოსოებში, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი თუ ეგენი წამოვიდოდა. ორ სიზეთან წეგამ საუბრობდით. მთელი მისი ოჯახი ფაშისტებმა აუშვიცში ამოხოცეს. თვითონ საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცევა შეძლო და 18 წლის შემდეგ ბენფიკათი ჩემპიონთა თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. ვინ? აუშვიცში თუ ამოხოცეს და 18 წლის შემდეგ, ესე იგი ბენფიკათის ხაზე ამ წვრთნელზე აქ ალბათ საუბარი, ხო? არის არა, გუტმანი, ბელა გუტმანი. ეგ არის სწორი პასუხია, მესამე ქულა წაიღე. დავასრულეთ ეგ სუსტი ნერვები. იყო სუსტი ნერვები. ლოჰინ აილენდის ხოცვა ჟლეტა. ამ სახელით არის შესული ისტორიაში 1994 წელს განხორციელებული ტერორისტული აქტი, სადაც პაბში შეჭრილმა ექსტრემისტებმა 6 ადამიანი იტალიისა და ამ ნაკრების მატჩის ყურებისას მოკლეს. რას უყურებდნენ? სვეპლნი. 94 წელს ახლა. მოდი, ირლანდია იყოს, იმიტომ რომ ირლანდიას ეთამაშებოდა მსოფლიოზე ამ დროს იტალია. კი, ლოჰინ. სწორია, ყველაფერი სწორია. ლოჰინ აილენდის. კი ბატონო. 8 ქულა გაქვს. სუსტ ნერვებში მეტი აღარ დაგვჭა. მოდი შევხედოთ რა დაგვჭა. სისხლიანი სპორტი. გვადალუპელი ფრანგები მე მგონი ერთი კითხვა იღეთ როგორც მახსოვს და მე აღარ მოკიდეთ ხელი აღარ მოგეწონათ. სამყურები და მწვანე ფერები ხელუხლებელია. კარიერის სტარტის უცნაური გეოგრაფია ხელნახლებია, მაგრამ კიდია. კლუბების მფლობელები ხელუხლებელია და ეს არის. მოდი ეგ სისხლიანი სპორტი ვცადოთ. ხელუხლებელი ვცადოთ აბა. ვცადოთ. შეკითხვა პირველი. სისხლიანი სპორტიდან 1994 წელს პალიუკას კარში გოლის გატანა რთული საქმე იყო. ეს მუნდიალზე ახალგაზრდა ლუის ენრიკე მოინდომა და ამ მილანელი მარჯვენა მცველისგან სახეში 2 უდიდესი იდაყვი და შედეგად დასისხლიანებული ცხვირი მიიღო. ვინ ქნა ეს საქმე? 2 იდაყვით. თან მილანელი მარჯვენა მცველისგან 2 ვარიანტი მაქვს. მარჯვენა მცველათის რამდენო ალბათ ტასოტი. კი. ეგ არის, ვითვალე. აი დავტოვეთ. არც მევდი, ხო? ეს სამეს გაგივარდება ხელიდან. დავტოვოთ? კი ბატონო. ამ ცენტრალურმა მცველმა ინგლისთან ერთად 3 მუნდიალი ითამაშა, მაგრამ ყველას 2 რამით ახსოვს. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ფოტოთი და იმით, რომ 86-ში მარადონას შეჩერება ვერ შეძლო. იქ მარტო არ იყო ვინც ვერ შეძლო, ხო, ის ერთი უნდა გაიწევო. მაგრამ
ტერი ბაჩერი იყოს. მეცხრე ქულა. კი, ფოტო. გაგახსენდა? ორჯერ მოატყუა მაგ ტრეიდში და ხო. ისე სისხლიანი ფოტო ხوار გახსოვს კიდე ერთი მინიშნება რაზეც იყო, ამით შევიდა ისტორიაშიო. ეგ შემდეგი მუნდიალი ხო. თავი რო შეხვეული აქვს და ასე გასისხლულია. გვარს ამართლებდა. კი. ბაჩერის გვარს. დავდოვოთ ერთი იყოს რა. იყოს სისხლიანი სპორტი. ფრთხილად არა გართვა, სწორე ეგ არის განთავა. ახლა მაგ შემდეგ კითხვაზეც იქნება მასე მაგ პრობლემა და სულ იქნება ეგ პრობლემა აწი. კი. სადაც ეს რაუნდი იქნება. კი. ერთი თვის რადიუსში დემერზე ჯერ მეკარეს არმატურა ესროლეს, მერე მფანებს ორი ხელნაკეთი ყუმბარა. ეს კლუბი მიხვდა, რომ ამ სტადიონზე გაჩერება აღარ შეიძლებოდა და 96 წელს ახალ არენაზე გადავიდა, რომელიც ბოლო წლებია ამ კლუბის უდიდესი ლეგენდის სახელს ატარებს. რომელი კლუბის? დემერ. დაუშვათ. დრო? აქ რა არენას ვამბობ თუ მოთამაშე? კლუბს ვამბობ, აიაქს. სწორი პასუხია. მითვალე მეხუთე ქულა. ამოიწურა ეს. კი. სისხლები აღარ გვაქვს. მოდის უცნაური გეოგრაფია იყოს. კარიერის სტარტის უცნაური გეოგრაფია. სომხეთის ნაკრების ვეტერანმა იურა მოვსესიანმა რა გაზიდებთ? გასაგებია უკვე. კარგი, არ ვიცი რა გასაგებია, მაგრამ კითხავს გავაგრძელებ. სომხეთის ნაკრების ვეტერანმა იურა მოვსესიანმა კარიერა სახლიდან ძალიან შორს ამ ჩემპიონატში დაიწყო და ამ ჩემპიონატშივე დაასრულა კიდეც. რომელ ჩემპიონატში? ძალიან შორს ახლა იმდენად პირობითი რაღაცა. გავარდა. უბრალოდ დაიცოდე. არა, არ ვიცი, მოდის არა, აზერბაიჯანში ხარ და საქართველოს. არასწორი. იურა მოვსესიანი სპარტაკში თამაშობდა, მაგრამ იქ რუსეთში არ დაიწყებდა. მოდი იყოს ყაზახეთი. არც ეგ არის სწორი. როგორც იქნა, ჩემი ქულა მომეჩით აქ. არე? დიასპორას ატყავთ ამათ. ალბათ. შუშუ. საფრანგეთში მაგალითად, რა ვიცი, ლიბანშიც კი ხო? MLS ძალიან შორსაც იყო. საფრანგეთზე უფრო შორს MLS-ია. კი. MLS-ი იყო პასუხი. ოჩავი იურას. კიდე სტარტი კარიერის? არა. არა. მოვსესიანმა ვაფშე მომიკლა მუღამის. იქ სენსიც ისეთი იყო, არა მარტივი. მოდი ერთი ფლობელებს შევეხოთ რა იცი რა ხდება. კლუბების მფლობელები. რა იცი რა ხდება. ეს კაცი 1995 წლის მოსკოვის კინოფესტივალზე ჟიურიში ოთარ იოსელიანთან ერთად იყო. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ მგონი კლუბის პრეზიდენტობა თავის ძირითად საქმიანობაზე უკეთესად გამოსდის. რეჟისორი არის ეს კაცი თუ ვინ არის რა ვიცი. და პრეზიდენტი უნდა ვთქვა თვითონ ტიპი? ხო, ადამიანი უნდა თქვა. რა დროზე რო გავიდა. არნო მაგრამ არ ვიცი. არ არის ორი? არა და ახლა უყურე ვერ ვიხსენებ გვარს. გვარს ვერ ვიხსენებ. კაცი თუ ხუთი წამი გაქვს რომ გაიხსენო მე. ხო, ვერ ვიხსენებ, კაი. კაი. მაგის კომპანიას ქვია Film Auro. ვინ არის ეგა? ნაპოლის პრეზიდენტზე ხო? აურელიო ხო, დელაურენტესი ვერ ვიხსენებ. ეგ არის პროდიუსერი, ფილმებში იყო, კი ბატონო. წარმოდგენა არ მქონდა. იმიტომ გითხარი რეჟისორია რო თქვი, ვერ მიგანიშნებ კითხვის ზუსტად. მაგრამ არც ის მომცემდა რამე იმას. ვაუ. ეს კითხვაც ჩემთან დარჩა. აურელიო. ეს მაქვს ეს უნდა. არა. კარგი, ჩავაბრუნებ. ეს უცნაური გეოგრაფია დავასრულოთ. კარიერის სტარტის უცნაური გეოგრაფია დავასრულოთ. მიღებულია თქვენი სურვილი. ჩელსის ვაჟთა და ქალთა გუნდების მოქმედი კიპერების ჰანა ჰემპტონის და ფილიპ იორგენსენის კარიერა ამ ესპანური გუნდის ასაკობრივ გუნდებს უკავშირდება. აი ბარსელონას ვიტყვი. არასწორია, 5 წამი გაქვს. ჰემპტონი და იორგენსენი. საჭდილოური გვარებია. მორჩადრო? დაუშვათ იყოს არა? ბილბაო. არა. შემთხვევითაც ვერ გაარტყით. ხო. ქართველი თამაშობს ახლა ამ კლუბში. ახლა. ვილიარეალი იქნება? ვილიარეალი. მაგრამ რა ვერ გავიტანეთ შანსი არ იყო მაგის. ჟორჟის ვილიარეალი. აბოიწურა ეს. კი. ისედაც არ ვიყავი ამურები მაგის.
რა დიდი შესვენება გამოგივიდა 9 ქულაზე ძალიან. აუ, რეალურად გამოვიხსენე სახელი და მალი. სამყურები და მწვანე ფერები გაქვს ხელ შეუხებელი. სამყურები და მწვანე ფერები ხელ შეუხებელი. ავიღოთ. როგორ ესე მახსოვს და ნახოთ ერთი რა ხდება მაგ. გერმანიაში სამყურით 2 გუნდია ცნობილი. ერთი როტ-ვაის ობერჰაუზენია. მეორე კი ეს ბავარიული კლუბი, სადაც შეერთებული შტატების გენერალურ მდივანს ჰენრი კისინჯერს აქვს ნათამაშები. რა გუნდია იგი? მაგან რა მოგწევია არაფერი ბავარიაში სამყურა. ამ მწვანეც უნდა. გროიტერ ფიურტი ხო არ არის? ეგ არის, ხოჭა. სადა იყო? ხოჭა. მწვანე ფერზე 6 ქულა გაქვს. მწვანე კარგია კი ყველა. ეს მე მაგ ხელში. დავტოვოთ. დავტოვოთ? კი ბატონო. ეს კლუბი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა თასის ფინალი მაისურზე გამოსახული სამყურით ითამაშა. პანათინაიკოს. რაუნდი მოგებულია, ყოჩახ, კარგი თამაშისთვის ძალიან მაგარი იყო. შენც კინაღამ დაეწია, ხო გითხარი, არის შანსი მეთქი. სელტიკი რითი გამორიცხე? ხო, სელტიკი რო გამახსენებოდა ვიტყოდი ალბათ. კიდე გაი არ გაგახსენდა? კარგი, ასე თუ ისე 2-1 საერთო ანგარიში გადავდივართ მეოთხე ეტაპზე, გამარჯობა ჩემი სახელია. საერთო ანგარიში 2-1 აჩის სასარგებლოდ და რაუნდი მეოთხე გამარჯობა ჩემი სახელია. არჩივ დაასახელე 1-დან 5-მდე ციფრი. 4. 4. მეოთხე უჯრაში ჩვენ გვაქვს შეკითხვათა პაკეტი სახელწოდებით რეალის ბრაზილიელები. მე მგონი ორივეს მოგეწონებათ ეს ამბავი. საშუალოდ? გამოჩდება ალბათ პროცესში. ხდება ხო. აბა საქართველოს ჩემპიონატის ბრაზილიელები არ მოგეწონათ. ის არა საქართველოს რეალის გირჩევნიათ. ბევრად. კარგი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სწორი პასუხი +10 ქულა, არასწორი პასუხი -10 ქულა. რაც საკმაოდ ართულებს არასწორად მოპასუხის მდგომარეობას იმ მომენტისთვის. ასე რომ თან უნდა იჩქაროთ და თან ძალიან ფრთხილად იყოთ. ეს არის ყველაზე დაძაბული რაუნდი. 2-1 საერთო ანგარიში, შენ თამაშის გადასარჩენად და პენალტებზე გასვლისთვის გჭირდება ამის მოგება, შენ თლიანად თამაშის მოგებისთვის და მეოთხედფინალში გასვლისთვის. დავიწყოთ. შეკითხვა ნომერი 1. ნიცშე სწორედ ჩემნაირ ადამიანებს ეძებდა. რეალი რომ დავტოვე, ცოდვებმა მიწია და 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ სამეფო კლუბთან დავმარცხდით. ზერობერტო. ზერობერტო, სწორი პასუხია, მესამე აღარ დაგჭირდა. ეს +10 ქულა შენ. ფიქრობდი, მაგრამ არ ვიცოდი თუ რეალში კონდა ნათამაშები. ნიცშეზე რატო ვერ მიხვდი? არ იყო საკმარისი აშკარად. ეს იყო ანტიქრისტიანულზე მოწესულიყავი თუ მივხვდი ზე ადამიანზე. სადაც აკვიდე კაცმა არის ის. კარგი, შეკითხვა მეორე. ლაკორუნიელები ჩემით 96 წლის ოლიმპიადის მერე დაინტერესდნენ. ირურეტასთან 2 წელი ვიმუშავე და რეალში გადასვლამდე ლა ლიგის ჩემპიონი გავხდი. მაკელელეს გადამკიდე ძირითადად სკამზე. ფლავიო კონსეისაო. ვაუ, სწორია. 20. ფლავიო კონსეისაო. დიაბო ლოირო. ანუ ქერა ეშმაკი, ჩემი მეტსახელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რეალთან ერთად 3 ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ნამყოფი არ ვარ. სავიო. სავიო სწორი პასუხია. 3, ანუ 30-0. წინ კიდევ 7 შეკითხვა. შეკითხვა მეოთხე. თავი ჩახარე და იმუშავე. გრემიოში ასე ამიხსნეს საყრდენზე თამაში. 7 წელი ფაბიოს ფეხბურთელობა მომისაჯეს და აქედან 1 რეალში მოვიხადე. 2002-ში შეიძლებოდა ბრაზილიის კაპიტანიც ყოფილიყავი, თუმცა ტრავმის გამო ეგ მუნდიალი საერთოდ გამოვტოვე.
ქართულდა და მიდგამინუსებისაც გეშინიათ მესმის. თუ არა ჭერთხელს დავტოვებ ჩემთან. ვერ რისკავთ? ეს იყო? კარგი, დატოვებულია. რას ფიქრობდით? არა, ვერ გავიხსენებ. შენ ხო არ ქონდა ვერსია? ემერსონი იყო. აუ, ემერსონი მერე იყო შემდეგში. ხო. ემერსონი იყო ეს. ეს შეკითხვა ჩემთან დარჩა. შემდეგი შეკითხვა. 17 წლის ვიყავი, როცა რეალმა ჩემში 45 მილიონ ევრომდე გადაიხადა. ასე შეიკრა ბრაზილიური შემტევი დუეტი. მე სანტოსიდან, ის ფლამენგოდან. 2022 წელს სიტისთან კამბექი ჩემი დაწყებულია. როდრიგო. სწორია, როდრიგო გოეში. აღებული გაქულა 30-10. პირდაპირ სან პაულუდან 2005-ში მანჩესტერსა და რეალს შორის ვარჩევდი, საბოლოოდ მადრიდი ავირჩიე. რამდენიმე წლის წინ ვაღიარე, რომ ესპანეთსა და რომში ჩემი კარიერა თამბაქოზე დამოკიდებულების გამო სრულყოფილად ვერ შედგა. სისინიო სწორი პასუხია, სადა იყო. აიღებდი შენც რო ეცნია ცოტა ერთი წამი. უფრო დრო უნდა მიყო და ახლა ყველა იმას სისინიო. კი ბატონო, 40-10. ჩვენ წინ გვაქვს 4 შეკითხვა. ერთი გადამწყვეტი თუ დაგჭირდა, რა თქმა უნდა. 4 შეკითხვა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, ასე რომ ვაგრძელებთ. ანგარიშის და შეკითხვების რაოდენობის მიხედვით ყველა შეკითხვა აწიშენ უნდა იყო. ანუ ყოველი მისი აღებული შეკითხვა უკვე თამაშის მოგებაა. შემდეგი. სულ ვიღიმი. მაშინაც კი როცა ფეხებში მირტყამენ. იესოს ვეკუთვნი. ამ წარწერით ერთხელ ჩემპიონთა. კაკა. ვინ? კაკა. თამაში მოგებულია, გილოცავ, კაკას სწორი პასუხია. მადლობა ძალიან მაგარი თამაშისთვის. გილოცავ მეოთხედ ფინალში გასვლას და შენც მადლობა კარგი თამაშისთვის და მონაწილეობისთვის ისევე როგორც გასულ სეზონში და ისევე როგორც ახლა. ძალიან დიდი მადლობა. არჩილ, მერვედ ფინალი დაძლეულია, მეოთხედ ფინალში შენ გელოდება ეროვნული ნაკრების მენეჯერი და ძალიან გამოცდილი და მაგარი მოთამაშე გიორგი კაციტაძე. წარმატებას გისურვებთ. გამოიწერეთ Betson Sportis YouTube არხი და არ გამოგრჩებათ მაგიდის დერბის მაგარი თამაშები. დროებით. შედეგი კარგი იყო. თამაში უკეთ შეიძლებოდა რამდენიმე ასაღები კითხვა ვერავიღე. ძალიან დავიბენი ბრაზილიის ნაკრების ფორმების არჩევისას და ისე წავაგებდი, მაგრამ 5-3 უნდა წამეგო და კარგია რომ არავიჭერი მაგის შემდეგ. ნერვიულობა ყოველთვის ახლავს ასეთ თამაშს, მაგრამ იმდენი არა რომ ძალიან დაბნეულიყავ. ბარათონი ძალიან არ მომეწონა, ჩემი ბრალი იყო ახლა ფაქტ მიავიდე ცუდი ციფრი და ის რო არ ვიცი ეროვნული ლიგის ლეგიონერები ეგეთ ჩემი ბრალია. თორე სხვა მხრივ ახლა აქ თამაში ყველასთვის არის ძალიან მაგარი გართობა დარწმუნებული ვარ და წაგება უფრო მაგიტო წინს ალბათ ხვებსაც ისევე როგორც მე რომ კიდევ ვეღარ ითამაშებ რა ეგ არის ამბავი თორე სხვა მხრივ რავი კონკურენტი ჩემი არის ძალიან მაგარი და ვფიქრობ თავისუფლად აქვს საშუალება რომ შორს წავიდეს და ბოლომდეც მივიდეს და უსურვებ წარმატებებს აუცილებლად, იმიტომ რომ ახლა ჩემპიონთან რო წააგო, გული იმდენად არ დაგწყდება რა. მოტრიალება შემეძლო, ვიფიქრე, აი, იცი რა პირველ კითხვას რო იღებ, ეგ ძალიან გიხსნის იმას რა, თუნდაც დაძაბულობას შეიძლება დაძაბულობა რო გეხსნება, აზროვნებასაც ეგ ხსნის და პირველი კითხვა მე საკმაოდ გვიან ავიღე რა. ამასთანავე მან ახლა იღბლის ამბავია თუ რა არის არ ვიცი. ფაქტია მეტოქემას ბევრი იცოდა და მაგის გამოც, მაგრამ აი რომ იღებ კითხვას, რომელიც შენთან რთული მოდის და აი რამდენიმე რაც მეტოქესთან წავიდა, უმეტესობა მათგანი ვიცოდი, თუ ყველა არა რა. და ეგ ცოტა შენს განწყობაზეც მოქმედებს და ის რომ მე რო პირველი კითხვა ავიღე, იმას უკვე 5 ქულა ქონდა და უკვე ცოტა რითმში რო წავედით ერთი იმან წამოწევა ძალიან რთული გახდა რა ფაქტი. იმის ქულებზე იმდენად არ ვფიქრობდი ჩემი მომეგროვებინა, მაგრამ პროცესში ძლიერი მეტოქე ყოველთვის მომხელა ფორაში არ მოგაგებინებს რა და ეგრეც მოხდა. გინდა დარჩენი კითხვები გასართობად? არა, მე არა. ახ, შენ რა ხასიათი გახოლმე რა. საკუთარ ხასიათს დააბრალე. პაპაკარლოს შუაშკია დასაწყისშივე გაფუჭდი უკვე. არა, აი სისინი. სამი კითხვა აიღო პაპაკარლოს და იმის მერე გაფუჭდი. ეგრე როგორ შეიძლება? არა, ვერ ვიღებდი ახლა კითხვას. ბიჭო, ხო, მაგრამ 3-0-ზე უკვე ესე იყო. მაგრამ ის რომ ანუ კაი თან ის არ იყო გადამწყვეტი რაუნდი, კიდევ იყო რაუნდი რა. ხო და არა, ამა დასწრებებში რომ წავაგებდი უფრო ვიცოდი რა. ხო, მე ყოველთვის მეკარეზე რატო წავედი რა ვიცი მე. იმას მომსკავსებ ყველას და ყველაზე მაგას ხო არ ვიტყვი. იმიტომ რომ ყველა ქერა ეგ გონია. გაჭირდა.